რეალურად ეს იყო რეფერენდუმი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, რაც აქამდე არ ქონია სომხეთს და ეს არჩევნები რეალურად გეოპოლიტიკურ რეფერენდუმში გადაიზარდა და ვფიქრობ, რომ ის ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, რომ რუსეთისგან მიტოვებულად იგრძნო სომხურმა საზოგადოებამ თავი წლების წინ და ეხლა იყო ერთგვარი პასუხი რუსეთისთვის გაცემული. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა, როდესაც ის რუსული წნეხისგან და რუსული ასე ვთქვათ დამოკლეს ახვილივით ეკიდა ყარაბაღის საკითხი, რომელიც დიდწილად რუსების მიერ იყო გაღვივებული თავის დროზე, რათა შეენარჩუნებინა კონტროლი სამხრეთ კავკასიის ორ მნიშვნელოვან ქვეყანაზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე და როდესაც განთავისუფლდა ქვეყანა ამისგან. ახლა ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია რა მოხდება ამის შემდეგ, იგივე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ფაშინიანმა მიიღო რა ნდობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საზოგადოებისგან, ჩემი აზრით ორი მიმართულებით იქნება ძალიან აქტიური. რუსეთთან შეეცდება ურთიერთობის დარეგულირებას და მე მგონი ეს ადვილი არ იქნება თუ გავითვალისწინებთ პუტინის ფიგურას და მის ხასიათს, მაგრამ ორი ძირითადი მიმართულება იქნება. ერთი იქნება ეს აზერბაიჯანი და თურქეთიდან შეეცდება რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან და გახსნას საზღვარი თურქეთთან, ასევე დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს თურქეთთან და ერთგვარი იზოლაციიდან გამოვიდეს ქვეყანა, რომელსაც ასევე რუსეთი 10 წლების განმავლობაში აკეთებს. რამდენიმე რამე აქვს დასალაგებელი და ამაზე ვილაპარაკებთ. მთავარი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია დასავლეთი და დასავლეთში ორი რამ იქნება მნიშვნელოვანი. რაღაცნაირად ძალიან ზომიერად და ნელ-ნელა მიიწევს ამ მიმართულებით ის სწორედაც აკეთებს, ანუ აქ სიჩქარე არ არის. ჯერჯერობით მრავალდღე წითელი ხაზები ჯერ არ გადაუკვეთა. და დავამთავრებ თუ შეიძლება, ანუ ვიზა ლიბერალიზაცია იქნება მთავარი საკითხი, ალბათ უახლოეს 2 წელიწადში, იმიტომ რომ ეს აქვს გასაკეთებელი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება სომხეთისთვის და ასევე ტრიპის ეს ცნობილი გზა, რომელიც უნდა დაიხსნას. ვილაპარაკოთ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის არ ქონა რამე ფორმით სამშვიდობო ხელშეკრულებას და უშლის ხელს, მაგრამ შეიძლება გამოინახოს რაღაც მექანიზმები ისეთი, რომელიც მაგალითად გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. აქ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს ტრიპთან დაკავშირებით, მაგალითად და რახან ტრიპი არის ხო ამ საკითხში ჩართული. ტრამპის უშუალო მონაწილეობა შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რომელმაც ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის არ ქონა რაღაცნაირად საშუალება მისცეს ორ ქვეყანას სამშვიდობო